BMW M6-ის პირველი თაობა წარმოდგენილი იყო 1993 წლის სექტემბერში ფრანკფურტის ავტოსალონში. ავტომობილს გააჩნდა E24-ის ძარა, 6 ცილინდრიანი ძრავით, 3453 კუბური სანტიმეტრი და 286 ცხენის ძალით. 1987 წლიდან იგი იწარმოებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც მიიღო შემოკლებული სახელწოდება M6. 1989 წლიდან დაწყებული M6-ის წარმოება დიდი ხნით გადაიდო. კერძოდ კი 2005 წლამდე. M6 სერიის ისტორია კი ესე ვითარდებოდა. სწორედ 2005 წლიდან დაიწყო თანამედროვე მეორე თაობის ავტომანქანის წარმოება, რომელსაც BMW M6 სერიის ინტერიერი გააჩნია. ბავარიულმა კომპანიამ ახალი კუპეს დებიუტი აპრილში შანხაის ავტოსალონზე გამართა. ცოტა ხნის წინ გერმანელებმა დეტროიტში კაბრიოლეტის პრემიერა გამართეს. ღია ვერსიისგან ახალი მოდელი პრინციპულად არ განსხვავდება. ახალი თაობის M6 სერიის კუპე წინამორბედზე ოდნავ გრძელია. ავტომობილის სიგანეც მეტია, სიმაღლე კი ოდნავ ნაკლები. გარდა ამისა, გერმანელებმა 6-იანი უფრო პრაქტიკულად აქციეს. ძველ მოდელთან შედარებით სავარგულის მოცულობა გაიზარდა და 460 ლიტრი შეადგინა. ახალი თაობის BMW M6 გააჩნია სპორტული ხასიათის ტყავის სავარძლები და ელექტრული რეგულატორები. მნიშვნელოვნად არის შემცირებული მანქანის წონაც. საერთო ჯამში BMW M6-ის წონა მხოლოდ 1710 კილოგრამია. აღსანიშნავია მეტად ძლიერი 5 ლიტრიანი V-ტიპის 10 ცილინდრიანი ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს 507 ცხენის ძალას. 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისთვის BMW M6 მხოლოდ 4,6 წამი ჭირდება. თუმცა მანქანის სიჩქარე ელექტრონიკით არის შეზღუდული 250 კმ/სთ სიჩქარემდე. ეს უკვე ბევრ ავტომობილში შეგვხვდა, როდესაც მოძრავთ ჩვენ მით უმეტეს კომფორტით ან ეკო რეჟიმით ავტომობილი, როდესაც გაჩერდებით ჩუქნიშანზე, აუცილებლად ჩაქრება. აუშვებთ მოხვრუცბელს, დაიქოქება და მიდის. აი, გავაჩერებთ. ჩაქრება. ძალიან მაგარი. ხო, ძალიან მომწონს გასაღებიც, მაგრამ ამას ვერსად ვერ გაუკეთებთ, უბრალოდ უნდა გადადოთ გვერდზე. ხო, სათავსოებზე ეტყვით 1-2 სიტყვას. აი, ჭიქების ჩასატებთან შეგიძლია ჩავდოთ. ძალიან მომწონს ეს შავი პიანო ლაქით გაწყობილი. აი, აქ პატარა საფერფლე. ნუ ცოტა უკანარი და მოუხერხებელია. სნაიპერი უნდა იყოს რა, აფერფლე, ძალიან უკანარი და ძალიან პატარა. ხო, მომწონს სხვათა შორის ტყავით შეკერილი M6 სერიის ტორპედო. აი, ყველა დეტალი მართლა ძალიან კარგად არის. ოჩახ დიზაინერებს, ნუ საჭიც რა თქმა უნდა ტყავის, აი ეს გვერდით და საბჯენებიც რა თქმა უნდა არის ტყავით გაწყობილი. ძალიან მომწონს, აი, დაიქოქა და წავიდა. ხო, აქვე გვაქვს რა თქმა უნდა ღილაკი, სტარტ სტოპი, რითიც ეს ავტომობილი იქოქება. ყველაფერი აქ ძალიან ესეთი მოხერხებული. ამასაც მინდა ხაზი გაუსვა და არის 8 სიჩქარიანი. ეს სხვადასხვა ძალიან მაგარია ეკონომიურობის მხრივ. მე ძალიან მომწონდა M5-ის და M6-ის ეს პატარა კოლოფები, მრგვალი რაღაც კარგად იდგა ხელში. მაგრამ პრინციპში ხელი რატო უნდა გეკიდოს? კომფორტი აქ მართლაც იდეალურია, მართლაც უმაღლეს დონეზე აყვანილი და BMW-ისთვის დამახასიათებელი ის, რომ ტორპედო ცოტა კონკენ არის მოტრიალებული, ანუ ბარი. ნუ რაც არ მომწონს, აი ესენი დატოვეს ძველებური რაღაცა. რაღაც ცოტა რომ შეგეცვალოთ, კარგი იქნებოდა. დიდი მონიტორი რა თქმა უნდა კარგია, რომ დიდია, მაგრამ აი მზეში
მე როდესაც ადრე მოძრაობდი ამ ავტომობილით, მზე ირეკლავს და ძალიან ცუდად ხდება თვალში. მაგრამ ნუ ეს მაინც მინუსად არ ჩაუთავოთ BMW-ს. სხვა ავტომობილებს შევადარებთ, მენიუ აქვს მართლა იდეალური. აი ალბათ პირველ კლასელი ბავშვიც ძალიან მარტივად გაერკვევა. ჩვენიერი ღილაკი, ბექი, რომელთანაც ეგრევე გამოვდივართ. მოდი აუდიო სისტემა ნახოთ, აქედან საჭიდან შეგვიძლია ხმას მოუმატოთ. და მაგარია. აჭე რა თქმა უნდა არ არის Grand Coupe-ს დამახასიათებელი. Grand Coupe-ს აქვს უფრო ახალი თანამედროვე საჭე, უფრო რა თქმა უნდა წვრილია. აი ეს კი მომწონს კარგად ზის ხელში, მაგრამ აი დიზაინის მხრივ უფრო მეორე Grand Coupe-ს საჭე მომწონს, რა თქმა უნდა უფრო მაღალი კომპლექტაციის ავტომობილებს ის საჭე მოყვება და ამაზე მე მგონი მაინც არღის ეკონომიის გაკეთება. ნუ დიზაინი, როგორც ხედავთ, მართლაც იდეალურია. რას მინდა ხაზი გაუსვა? აი აქ იყო ადრე პატარა ანტენა ეყენათ, რაღაცა ზვიგენის ყუთს მოგვაგონებდა. მაგრამ ის მოხსნეს და რატო? ის ანტენა დაუყენეს აი აქ, ოღონდ შიგნიდან. ხო, საბარგული იხსნება ძალიან ორიგინალურად. აი ესე გადავწევთ და მოცულობაც მე მგონი არ არის პატარა. ცუდია რომ არ იხურება ღილაკით, მაგრამ უფრო მაღალი კომპლექტაციის ავტომობილი რა თქმა უნდა იკეთება ღილაკითაც. ეს იყო პასუხი იმ 4-კარიან კუპეებზე, რომელიც ნუ Mercedes-მა ჯერ კიდე 2004 წელს გამოუშვა. ეს იყო CLS-ი. შემდეგ რა თქმა უნდა Audi-მაც გამოუშვა A7 და აი ეს პასუხი უკვე გასცა BMW. ამის პირდაპირ კონკურენტებად ეს ავტომობილები შემიძლია თავისუფლად ჩავთვალოთ და აგრეთვე მას მიეკუთვნება Porsche Panamera და აგრეთვე ნუ Aston Martin-იც, მაგრამ ის უფრო სხვა კლასია. ამ სამ მოდელზე ვისაუბრებ მე მაინც. Mercedes-მა როდესაც გამოუშვა 4-კარიანი კუპე, ეს იყო მოდელი და ეს იყო CLS-ი. როდესაც Audi-მა გამოუშვა 4-კარიანი კუპე, ეს იყო A7, ანუ მე-7 სერია და მას დაარქვა 4-კარიანი კუპე. და BMW-მ რა გააკეთა? მას ყავდა 2-კარიანი მე-6 სერია, აიღო უბრალოდ არაფერი არ შეცვალა, არც წინაწყვირი, არც უკანა ბამპერები, არც საბარგული და მანქანა უბრალოდ გაწელა. დაუმატა 2 კარი და თქვა რომ ეს არის 4-კარიანი კუპეო. და ამით უნდა კონკურენცია გაუწიოს იმ ორ ავტომობილს და ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი. და ეს არის 4-კარიანი სედანი. თუ გინდათ იყიდით 2-კარიანს, თუ გინდათ იყიდით 4-კარიანს. რაღაცა კონკურენციის გაწევა, მე ვთვლი რომ რაღაც უადგილოა. რადგან ის არის მოდელი და ეს არის უბრალოდ 2 კარი დამატებული. სარკეები საკმაოდ კარგი აქვს, ეს მომწონს, მაგრამ ეს ცოტა დიდი საბჯენები არ მომწონს. და უკანა სარკე. ძალიან პატარა შუშა აქვს უკან. არ ვიცი, აქ რამის დანახვა შეიძლება. და აქვე გვაქვს ღილაკები, ამასაც მინდა ხაზი გაუსვა. არის სპორტი, სპორტ პლუსი აგრეთვე. ნუ ეს რა თქმა უნდა სიჩქარის გადართვას უფრო დაჩქარებულ რეჟიმში გვაძლევს. აგრეთვე გვაქვს კომფორტი და გვაქვს უკვე ეკო. ნუ რეჟიმი ეკო, იცით არის ძალიან ეკონომიური და სხვათა შორის აი მაჩვენებელთა დაფასეც მინდა გითხრათ, რომ ძალიან ლამაზია, ძალიან ლამაზ ფერებშია. და როდესაც ეკოთი მივდივართ, რაღაცა ყველაფერი არის ლურჯი. კომფორტზე რაღაც სტაფილოსფერი ავტომობილი იხატება, ნუ სპორტზე კი და სპორტზე და სპორტ პლუსზე უკვე ეს ყველაფერი ხდება წითელი და აგრესიული.
ელექტრონიკას და დაკიდებას რაც შეეხება, ეს არის გადმოტანილი მე-5 სერიიდან და ჩვეულებრივი მე-6 სერიიდან უბრალოდ სხვანაირად არის შეფუთული. და გვაქვს ეს ყველაფერი Grand Coupe-ში, სახელწოდებით Grand Coupe-ში. ეხლა გაჩვენებთ ამ ავტომობილის ძრავს. ესე იგი, მისი მოცულობა არის 3 ლიტრიანი, მას აქვს 2 ტურბინა და 320 ცხენის ძალა. ეს ავტომობილი გამოდის 4 კომპლექტაციით და 3 ძრავით. მას აქვს 3 ლიტრიანი ძრავი, რომელსაც აქვს 320 ცხენის ძალა, ჩვენი ავტომობილი, აგრეთვე BMW-ს აქვს 3 ლიტრიანი ტურბო ძრავი დიზელის, რომელსაც 316 ცხენის ძალა აქვს. და აგრეთვე 4.4 ლიტრი მოცულობის და მას 450 ცხენის ძალა აქვს. იგი ეს მოდელი ყველაზე სწრაფი და ყველაზე ძლიერი ძრავით ადგილიდან ავითარებს 4.6 წამში. ჩვენი ავტომობილი კი დაახლოებით 5.2 წამში. მაინც არ არის ცუდი. რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ მე-6 სერიაზე, Grand Coupe-ზე, 4-კარიან ავტომობილებზე. მაინც ის მე-6 სერია მე ყოველთვის თვალწინ მაქვს, რომელიც 1976 წელს გამოვიდა. აკულას ეძახდნენ, ესე მოიხსენიებდნენ ამ ავტომობილს. მე-6 სერიას აი ეს მართლაც იდეალური ავტომობილი იყო და სხვადასხვა ყველაზე დიდი ლეგენდები იმ ავტომობილზე დადის. იგივე მოდელებს შევადარებ Mercedes, CLS, Audi A7 და Porsche Panamera-ს. მხოლოდ Audi-ში და BMW-ს მე-6 სერიაში გვაქვს უკანა სავარძელი, რომელზეც შეგვიძლია დავსვათ 3 ადამიანი. ამას ვერ გავაკეთებთ ვერც CLS-ში და ვერც Porsche Panamera-ში. რადგან ეს ბარი ბოლომდე გრძელდება და უკან მხოლოდ 2 ადამიანს თუ დასვათ. აქ შეგვიძლია დავსვათ უკვე 3 ადამიანის. ყოველ შემთხვევაში ესე გვპირდებიან 2+3. ესე უწერია ამ ავტომობილს. და აგრეთვე მანდილოსნებსაც მინდა შევეხო, ეს ავტომობილი მართლაც რო ხიბლავს მანდილოსნებს და საერთოდ BMW უფრო ცნობილია თბილისში, რომ BMW უფრო მოწონთ მანდილოსნებს. კი ამბობენ, რომ BMW თუ მოგწონს მოდას ხარ აყოლილიო და Mercedes თუ მოგწონს ესე იგი ავტომობილში ერკვევიო, მაგრამ მაგას ვერ გავექცევით. დღეს საქართველოში მე სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ BMW უფრო სასურველი ავტომობილია და მანდილოსნებს კი მინდა გული დავწყვიტო, რომ უკან ძალიან სივიწროვეა. რაც არ უნდა ეს ორი სკამი წინ მოწიო, მაინც არ გირჩევთ სექსით დაკავდეთ უკანა სავარძელზე. მოკლედ, რაც შეეხება უკანა სავარძელს, როგორც ხედავთ, აქ მხოლოდ აქ შუშის ჩასაწევი და აი ესეთი პატარა საფერფლე. სათავსო ძალიან პატარა. ადგილი კარგია და რაც შეეხება აი წინა სავარძელს, ეს პირდაპირ გადმოიტანეს მე-6 სერიის კუპესგან და ხვედიც რა თქმა უნდა მოყვება მას და არ არის საბჯენზე. აი ეს ღილაკი კი რატო დაუყენეს, ნამდვილად არ ვიცი. სკამის მიწევა წინ და უკან. მოკლედ კარგია. სიმაღლეშიც არა უშავს, მე კარგად ვეტევი, მაგრამ ჩემზე ცოტა მაღალი ადამიანი რამდენად დაეტევა, ამას უკვე ნამდვილად ვერ გეტყვით. და უკან ჯდება 3 ადამიანი. აგრეთვე მინდა გითხრათ სისტემაზე, რომელიც არის X-Drive. რა თქმა უნდა, ყველა ტესტებში რა ვიცი, ზოგან აქებენ, ზოგან იწუნებენ, მაგრამ მე რაც მომწონს არის ის, რომ უკანა საბურავები წინა საბურავებთან მოხვების დროს გეხმარებათ. ანუ უკანა საბურავით ძალიან უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც იცვლის ფორმას. ეს მოსახვევში კარგ შესვლას გულისხმობს. არის სწორება Mercedes-ზე, არის CLS-ზე სწორება, ნუ აგრეთვე A7-ზე. მე მაინც ვიტყოდი, რომ მოხვევის კუთხე რო გაეზარდა BMW-ს, უფრო უკეთესი იქნებოდა და უფრო მიექცია ყურადღება სისტემისთვის, რომელიც არის X-Drive. უკანა სარკე მართლა ძალიან პატარა აქ. ახლა კიდე ერთხელ მაგას მინდა ხაზი გაუსვა. სიჩქარის კოლოფი შეგვიძლია აქედანაც მართოთ. როდესაც გვაქვს drive-ზე, შეგვიძლია გადმოვხდოთ მარცხენა მხარეს
და უკვე არის მექანიკურ რეჟიმში. ამ შემთხვევაში უკვე უკან არის მომატება და წინ არის უკვე დაკლება. მოდი ისე დავბრუნდეთ დრაივზე და გადავრთოთ. ანუ დრაივის დროს ხელიდან მაინც შეგვიძლია გადავრთოთ. ესეც ძალიან კარგად არის გათვლილი მე-6, მე-7 და მე-8. მერვეთი ყველაზე დიდი ეკონომია.